აბა. 3-2-1-0 თქვენ მისტიკოლის სახზე ხართ და დღეს ჩვენ განვიხილავთ ჩვენს cringe ვიდეოებს. დღეს ყველა სოციალურ ქსელში შევალთ და რამდენიმე მაგარ ვიდეოს ვუყურებთ, შეგაცწუნებთ და ზოგადად შოკში ჩავარდებით, მათ რეაქციას გამოვხატავთ და ემოციებს გაგიზიარებთ. ფიქრობ, მოგეწონებათ, რადგან მე ყურების მეშინია. სხვათა შორის, ასეთებიც არიან, საშინელები, უბრალოდ ღმერთს მადლობა. TikTok-ი წაშალეს, რადგან იქ თუ შეხვიდოდით, ჯანდაბა. კი, მივხვდი, სოციალურ ქსელებს აშლიან, ღმერთო ჩემო, უბრალოდ მინდა ვნახო. კარგი, რამდენი მოწოდება აქვს? 4 წლისა, 7 წლის ბავშვები. და ასე, მაინტერესებს, რა მოხდება შემდეგ? თავად ნახავთ, ჩვენ ვუყურებთ. და ახლა დავიწყოთ. მე უკვე ვიპოვე რამდენიმე ვიდეო, ისინი ისეთი კრინჯოვები არის. მეშინია, ისტორიას ყვებით, გადავწყვიტეთ, მოიცა, ჯერ ვიდეო მაჩვენე და მერე მომიყევი ამბავი, მეც მაინტერესებს. მან ეს ჯერ არაჩვენა. უხეხულად ვიგრძენი თავი, გავწითლდი ბავშვებო. და ამიტომ ახლა გეუბნები. ამ ვიდეოზე უნდა გავიცინოთ თუ რა? ბავშვებო, გადავწყვიტეთ დუბაიში წავსულიყავით დასასვენებლად. ამასობაში ეს კარგად იწყება. მე იქ ვდგავარ, კაცი და ალბერტი. მოკლედ, ის ხალხს მიუახლოვდა და სურათების გადაღება აიძულა. როგორ მოახერხე ამის გაკეთება? ეს არ ვიცი. მე იქ ვიდექი და უბრალოდ ვსიცლდებოდი. დედა ამბობს, ამ ინდოელმა ტიპმა კამერის მიღბად სიმღერა. რამდენიმე ადამიანმა მოისმინა და ყველა გაკურებული უყურებდა მას. 1000 ადამიანს გავწდით, ყველას მიუახლოვდით, ყველას ვკითხეთ, უარი გვითხრეს და ეს ბიჭი პასუხობს. სინამდვილეში მე მომღერალი ვარ. უთხარით, მიდი ის მომღერალი არ არის. სპოილერი, ის მომღერალი არ არის და ამისთვის ფული გადაუხადე, არა? არა. მოკლედ ვდგავარ, უბრალოდ ვიცვი, ციტლდები, სასიზღარი ვიდეო, მომღერალი AliExpress-იდან დასრულდა. გადავიდეთ შემდეგზე. ღმერთო ჩემო, არ ვიცი რა გაჩვენო. ნიკოლ, მიდი, რა არის ეს? აი ნახე, არ არის. კი, მოიცადე. კი, კარგი, არა. არსებობს ერთი ამბავი, რომ მილანში თამაშს მაიძულებდნენ. არის ეს? რა აირჩიეთ? ან ეს, აირჩიე ერთი. და აჰა, ვიდეო. აჰა. მოიცა. აქ ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. თითქოს არც ისე უხერხული. ნორმალური და შემდეგ? აჰა. ზატა სულადურად ვიღაც გოგომ დააგდო. ეს ვიღაც გოგო არ არის, ეს ტაია. ეს იყო პირველი ვიდეოები, რომელთან ნახვაც აღწერაში შეგიძლიათ ბმულზედაც გაპუნებით. ფიქრობ, იპოვით. ეს იყო როლიკებით სრიალის გამოწვევა. ვიღებდით ვიდეოს, ბოგდანმა მითხრა, მოდი TikTok-ი გადავიყოთო. მე კი უთხარი, კარგი, გავაკეთოთ. მის ტელეფონს ისევ ასეთი ხარისხი აქვს, მაგრამ მევა ტელეფონით იღებს. ბოდიას კი ვიდეოებში მონაწილეობა არ შეეძლო. მოკლედ ვიღებდით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს და შემდეგ უკამბრუნდები და ტაია მეხება. ბოგდანი კი ამბობს, და არ მშველის, მე კი ვპასუხობ, ნორმალური ხარ? ის კი პასუხობს, ყველაფერი კარგადაა, არ მოკვდები, მე კი ვუპასუხე, დიდი მადლობა, სასტიკი უკმაყოფილება, ბოგდანს ეს ვიდეო არ მოსწონს. კარგი, აი მოკლედ გაჩვენებთ. Let's შეხედე. კარგი, ახლა გეტყვით. ეს არის დუბაის, არაბეთის საემიროების პრომენადი. მოიცა. ეს მომღერალთან იმ მომენტამდე იყო თუ მომღერალთან ამ მომენტის შემდეგ? ქუჩაში უბრალოდ გზას მიუყვებოდით, უცებ ეს ხალხი გამოჩნდა. აქ 2 ადამიანი დგას. ვიდეოს კარგად დავაკვირდით. ერთი ქალი, ჩვენთვის ნაცნობი რესტორნის რეგისტრატორი და ვიღაც ტიპი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, ალბერტი სულალურად დგას ტილოთი ხელში. მოიცა და საიდან იშოვეთ საწმენდი ტილო? ეს ამ ბიჭისგან ავიღეთ. ეს ტიპი ალაგებდა ქუჩებს და წმენდა. თქვენ კი მიხვედით იმ კაცთან, რომელიც ქუჩებს წმენს და ტილო აიღეთ? მოიცა, ესე იგი ის თავისთვის იდგა და თქვენ გამოვართვით? ის რესტორანს ალაგებდა? რესტორანს ალაგებდა? ანუ ის ქუჩაში არ ყოფილა. ჯანდაბა, ეს ისეთი დიდი კრინჯობა იყო. ფული გადაგიხადეს? არა უშავს. ასე რომ, რომელი არჩიე? ეს არ ვიცი, როგორც ჩანს ნორმალურია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის ვარიანტი. შეგვიძლია რომ ეს ვიდეო ვაჩვენოთ ვაყურებელს. როდესაც მაინძულეს დაკვრა, არ ჩანს უხერხული, რადგან გეუბნებით, ბოგდანმა მაინძულა მინანის აეროპორტში დაკვრა და მითხრა, ამას გადავიღებო. მე კი ვუპასუხე, ამას TikTok-ისთვის არ გააკეთებთქო. ანუ გინდათ რომ მთელი დღე იწვეთ და საჭმელი არ გააკეთოთ? დიახ. ეს სიმართლეა. კარგი, ნამდვილად არ არის კრინჯობა. კი, მაგრამ ჩვენ იმდენად წარმაცები ვართ, რომ სათვლის კეთებას კი გვეზარება. გვინდა რომ ყველაფერი საცოლთან მოგვართვან, ასე რომ ეს სიმართლეა.
ეს მოკლე გამოსვლა იყო. ჩავედი და ვუთხარი. ზლატა, მოდი აქ. მან კი უბრალოდ მიპასუხა. კარგი, არც კი ვიცოდი რას ვიღებდით. უბრალოდ ჩართო ვიდეო. მან კი მითხრა, კარგიო. სინამდვილეში გაქვს რაიმე შეკითხვები? ო და რა უხერხული მდგომარეობა აქვს ახლა? ო, ვიცი. მე მაჩვენე, მიდი. საშინელება. მოიცა, შეხედე. კრინჯობა. ეს უფრო ხუმრობაა, რადგან მაშინ ჟენიას საქმე ცუდად ჰქონდა. ჟენიას თმაზე ლორწოა. თმაზეა მიკრული. მოკლედ ეს სავაჭრო ცენტრი იყო. კატია ბაპე უბრიღებდა. ეს იყო საუკეთესო იდეა, რაც შეიძლებოდა რომ მოგვეფიქრებინა. ვიყიდეთ ლორწო. ჟენიამ ყველაფერი იცოდა, რა თქმა უნდა, და შემდეგ მიხვდა რომ სლაიმის მოშორებას ვერ შეძლებდა. რატომ უნდა დაჩაგრო შენი ძმა ასე? მე არ ვიცი. ასე იყო. ყველაფერი გამომწერების გულისთვის, ყველაფერი კონტენტის გულისთვის. სასაცილო ის იყო, რომ სავაჭრო ცენტრი უკვე იკეტებოდა. იქ არც ერთი ცოცხალი სული არ დარჩენილა. ლორწო ვიყიდეთ და ჟენიას თავში ჩავარტყით. ამის გამო ჟენია ლორწოშია. მან ცხოვრებაში რაღაც ახალი სცადა. კარგი. თხო, მაჩვენე. აუ არ მინდა. ჯერ გაჩვენებ, შემდეგ კი ერთ ისტორიას მოგიყვები, რადგან ძალიან უცნაურია. ჩემი პირადი კრინჯობაა, რომელზეც ვცდილობ რომ არ ვიფიქრო. ის ისევ TikTok-შია. ეს ძალიან უხერხული რაღაც იყო. მე არც კი მომეწონა, რადგან ძალიან უხერხული გამოვიდა. მწვენია. ამას ხელახლა ვერ მყურებ. მე დავწერე, თუ არ გაფრინდება, მაშინ მე პინგვინი ვარ თქო და არ გაფრინდა. ზოგადად მეგობართან ერთად ვიჯექი. ის სასწავლებლად წავიდა. მე გერმანიაში ვიყავი. რეკომენდაციებს გადავხედე. უბრალოდ ავსკროლე. ძალიან ჩვეულებრივი დღე იყო. არ მინდოდა ამ ვიდეოს გადაღება. ვიცავარ, მაიძულეს, რადგან დავაკვირდი რომ ბევრი ადამიანი იღებდა ასეთ ვიდეოს და მე ვიფიქრე რომ მეც რო ლავაკეთო, რა დაშავდება მეთქი. როგორც ჩანს, ძალიან ცუდი გამოვიდა, რადგან საერთოდ არავინ არ უყურა. ჩემს კონტენტში არც კი ჩანს ეს. რატომ არ უყურეთ? ძალიან უყვარ შენს გამო. მეგონა რომ როგორმე მეტ გამომწერებს მოვიზიდავდი, მაგრამ ვერ მოვიზიდე. ამიტომ ეს ისეთი უხერხულობაა. მწვენია, არ მინდა წავშალო, რადგან TikTok-ი ბლოკავს. ასე რომ, ახლა ასეა. ვიდეო ისევდევს. კრინჯი დათვლილია. ო, ცუდად ვარ. საშინლად ამაზრენი იყო. სეივლის მიმართ უხერხული დამოკიდებულება მაქვს. მიდი. მაჩვენე. მოიცადე. ვითხოვ რომ ერთი ვიდეო მაჩვენო, ნიკოლ. ამ ვიდეოს ჩვენებას მე დიდი ხანია რაც გთხოვ. მიდი ანახე მაყურებელს და გვიპასუხე შეკითხვაზე. ამ ბიჭთან გქონდა ურთიერთობა თუ არა? არა. ნიკოლ, ახლა სიცილისგან ვიტირებ. ძალიან ცუდი ვიდეოა, ძალიან მწვენია, დავიკრინჯე. ნიკოლ, ვაუ, რას ამბობ საერთოდ? აქ თქვენ მარტოები ხართ? ეს ხელებზე შეხება რა იყო? და რას აკეთებდით ერთად გასახდელში? ვითხარი, შენი ვიდეოს ჯერია. დავიწყოთ. კომენტარებშიც დაუწერეთ. სიყვარული 3 წელი ცოცხლობს. ეს ყველა მოიცით და მოდი, შენი ყველაზე კრინჯი განცდა გქონდეს. ეს ყველაზე მეტად, ყველაზე კრინჯება გჭირდება. ამიტომ, ჩემს პროფილზე ყველაზე კრინჯი განცდა გვაჩვენე. 1400 ვიდეოა. უბრალოდ 2 წელი ავსკროლავთ. ბოლოს კი დავბერდებით. გახსოვს, როცა ჩემმა შეყვარებულმა მიმატოვა? გახსოვს ვიდეო? დუბაიში იყავი და ჩემს ოთახში ვიღებდით. ცრემლები მაწვება, მაგრამ არ ვტირი. ცოტა უცნაურია. ახლა ამას არ ვიღებ. ჩემს ოთახში ვტირი. ჩემმა შეყვარებულმა მიმატოვა. სულ ესაა. ამაზე ვიდეოც არსებობს. შეიძლება რომ ეკრანს მიბმა არ იცინო? ო, ღმერთო ჩემო, ახლა ნიკოლის ჯერია. ნახოთ ყველაზე კრინჯი ვიდეო. ან იქნებ თემას სეივლისთან გავაგზელოთ? ღმერთო ჩემო, ეს მხოლოდ ვიდეოა. გშურს. არა, ეს არ მინდა. მიდი, ასკროლე და მოძებნე. ეს იყოს, მიდი. აწერია პირი არ დამუწო. სინამდვილეში ეს სრული კრინჯება იყო. ასე გადავიღე. არ მახსოვს რატომ არის აქ საერთოდ დატვირთული, მაგრამ ჩართე. მეტი აღარ შეჭამო. მე პირის ნახულვა არ შემიძლია. და რამდენი წლისაა? მე მისთვის არ მიკითხავს. მე არ მახსოვს. ის შენზე 1 წლით უფროსი იყო. ჩაგეხუტა, მან გაჭამა თუ შენ თვითონ ჭამე? ასე ჩაგეხუტა? ხო და შენ თვითონ შეჭამე. მე მჯერა. კარგი. ნიკოლ, გეთახმები. სასტიკი კრინჯობაა. მაგრამ თქვენ ისეთი საყვარლები ხართ. გამომწერებო, გთხოვთ დაწერეთ #დააბრუნე სეივლი. კრინჯობა დათვლილია. წლის კრინჯობა. აჰა, სეივლი და ნიკოლი. აი მე ერთადერთი კრინჯი რაც მაქვს.
აქ შეგიძლია დაიქრინჯო ბოგდანთან ერთად პაკეტში, აქ შეგიძლია დაიქრინჯო ხმით, აქ შეგიძლია დაიქრინჯო ვიდეო შეტყობინებით. მე უკვე ძალიან მსხვენია ამეების. ობიექტურად მეჩვენება რომ ვიდეოს დასრულება უკვე შესაძლებელია. მეც ასე ვფიქრობ. ამიტომ დღეს ცუდად ვართ, უხერხო მდგომარეობაში ვართ. წუთიერი დუმილი ამ საზღარი ვიდეოების გამო. კარგი, იმედია ასეთებს აღარ გადავიღებთ. ნიკუშეჩკა, გთხოვ მაპატიე სეივლისთვის. მეჩვენება რომ შენმა კრინჯმა ვიდეოებმა დღეს ნამდვილად გაიმარჯვა. ასე რომ პატარა იყავი და პრინციპში ჩემთვის ღირდა. ყველამ გამოიტანა დასწვნები. ეს აღარ განმეორდება. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. მეტი ასეთი ვიდეო სანახავად, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. ვფიქრობ რომ მოგეწონებათ. 3 2 1 0 მის ნიკოლის სახზე ხართ. მადლობა ამ ვიდეოს ბოლომდე ყურებისთვის. დარდა გავისწრეთ და ლაიქება და ჩვენ გავიქეცით. კარგად.